მოგესალმებით ჩვენი პროფესიული სასწავლებლიდან. თქვენი თხოვნით ჩვენ შევასრულეთ და გაჩვენეთ როგორ შეიძლება პროგრამა Mac-ში ამ მაგიდის მოდელება. რამოდენიმე თხოვნა შემოვიდა, იქნებ AutoCAD-ში გვაჩვენოთ როგორ შეიძლება და რა საშუალებებით გამოყენება. დავხაზოთ ეს მოდელი. თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, მე ერთ-ერთ შემოგთავაზებთ ეს ერთ-ერთი იქნება ხაზვის და მოდელების საშუალება. ყველაზე მარტივი ვარიანტი რაც შეიძლება ითქვას ამ პროგრამაში გამოყენებით. ასევე გავამახვილებ ყურადღებას, რომ მინიმალური ცოდნა მაინც უნდა გქონდეს თავისთავად AutoCAD-ში, რომ მარტივი ოპერაციები გვესმოდეს. დავიწყებთ. გავამახვილებ ყურადღებას, რომ ახალ მოდელებაზე ვსაუბრობთ, ინტერფეისი გადართული მაქვს ამ შემთხვევაში მე 3D მოდელინგზე, რომ მსგავსი ინტერფეისი იყო თქვენთანაც და მსგავსი ხელსაწყოები რასაც გამოიყენებთ, შეძლოთ იპოვოთ ადვილად. დავიწყებ ფაილის დახაზვით, პირველ რასაც გავაკეთებ იქნება ეს ზომა მართკუთხედის 5-3 სანტიმეტრზე ავიღოთ. ზომე სანტიმეტრში ვიტყვით, თუმცა როგორც ვიცით, AutoCAD-ში მხოლოდ მილიმეტრებში გვაქვს საზომი ერთეული. ჩავთავ მართკუთხედს და დავიწყოთ ხაზვა. ჩავწეროთ 0, მძიმე 0. მძიმე ვიგულისხმევ, რა თქმა უნდა, კლავიატურაზე კლავიში მძიმის გამოყენება და ენტერზე დავაჭირებ. პირველი დაწყებებული წერტილი მოხდება ამ სათავეში, როგორც წესი, რა თქმა უნდა, სასურველია ყოველთვის რაღაცის ხაზვა თუ მოდელება სათავედან დავიწყოთ. ჩავწეროთ შემდეგ 50, მძიმე 30 და დავაჭიროთ ენტერს. მივიღებთ პირველ მართკუთხედს, რომელიც შეიძლება ზომით პატარა იყოს თქვენთან არ ჩანდეს, შეიძლება ძალიან დიდი იყოს პირიქით ასეთი. მიაქცევთ ამას მანდამაინც ყურადღებას, ორი დაწყაბება გააკეთეთ გორგოლაძე და თვითონ დააფიქსირებს დახაზულ ფიგურას და ეკრანზე. მერე შეგიძლიათ უკვე გორგოლაძის ბრუნით დააყენოთ თქვენთვის სასურველ ზომაზე. მონიშნეთ ფიგურა ყოველ შემთხვევაში შეეხეთ კუთხეზე არ დააწყაპოთ, რომ რაღაცა დააფიქსიროთ და დაინახოთ, რომ ზომები არის 50-30-ზე. 4 წელი ფერი გვჭირდება ასეთი, გამოვიყენებ საშუალებას ჯგუფ modify-ში. აი მიღლაკიდან rectangular arrays. ბევრს არ დავიწყებ ახლა აქ საუბარს, ორს გავაკეთებ კოლონას, ორს გავაკეთებ რიგის რაოდენობას. მანძილებს კოლონებს შორის გავაკეთებ 600, ეს იქნება პირობითად 60 სანტიმეტრი და 400 მილიმეტრს გავაკეთებ რიგებს შორის. პირობითი ზომას რატო ვეძახი ახლა? პირობითი ზომა იმიტომ, რომ ცენტრიდან ცენტრამდე ახლა 60 სანტიმეტრი და ამ ცენტრიდან ის ცენტრამდე 60 სანტიმეტრი. საერთო ზომა თუ გვაინტერესებს გარე ნაწილიდან გარემდე ფეხის გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაშინ რომ მივუმატოთ ამის ნახევარი, იმის ნახევარს, ანუ ფაქტურად ჩვენი ფეხის სიგანი, ანუ გამოვიდა 650 მილიმეტრი. ეს იგი 65 სანტიმეტრი გამოგვივა ასეთი სახით აქ. ვინც ანგარიში იცი და მადამაინც 60 სანტიმეტრი გინდოდათ, მაშინ მიხვდებით ლოგიკურად, რომ 50-ით ნაკლები აქ უნდა ჩაწერო და 30-ით ნაკლები აქ უნდა ჩაწერო, თუ მადამაინც გინდოთ, რომ საერთო ზომა იყოს 600-400-ზე. დავასრულებ. დასრულებისათვის მიაქცეთ ყურადღება, რომ ეს ასოციატივი როგორც წესი ჩართული გაქვთ, თუ არ გამოგიყენებ და არ გამოგირთვიათ არასოდეს, აუცილებლად გამოთშე და ისე დაამთავროთ ფლოუზე დაჭერით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გააგრძელებთ იმ ოპერაციებს და ვერ შეგქმნით, რასაც ახლა ბოლოსში მე გამოვიყენებ ამათკუთხედს. მოკლედ ფლოუზე დავყურებ. ჩართეთ ხელსაწყო ლაინი და შუა წერტილიდან შუა წერტილამდე გავხაზოთ 4 ცალი ხაზი. შუა წერტილის გამოყენების უფლება ჩართული მაქვს, ვინაიდან ღილაკი სნეპი აქტიურია. თუ გამოვთშავა ესეთი ფორმითაა გამართული, თუ ჩართავ ჩართულია. სამკუთხედიდან მენიუ გეძლევათ როგორც იცით და midpoint-ი აქტიური უნდა გქონდეთ, ანუ ჩართული. ეხლა გამოვთე. ეხლა ისევ ჩავთე. თუ ჩართული არ გექნებათ ეს საშუალება, მაშინ რა თქმა უნდა, ამ შუა წერტილით შუიდან, ასე ვთქვათ, შუამდე ვერ ჩახაზავთ ამ ხაზს. ეს ავიღეთ 30 მილიმეტრი და აი ეს სამაგრი დეტალი გავაკეთოთ მაგალითად რომ მარტივი იყოს 24 მილიმეტრი. მარტივობისათვის გულისხმობ რიცხვს ჩანაწერს. ჩავთოთ offset-ი ხელსაწყო, ჩავწეროთ 12 კლავიატურიდან enter-ს დავაჭიროთ და ამ ხაზზე რომელიც შევქმნით ერთი წკაპი და მეორე წკაპი ზემოთ, ისევ ამ ხაზზე ერთი წკაპი და მეორე წკაპი ქვემოთ, შევქმნათ ესეთი ორი ხაზი და ყველა სხვა დაანჩენიდან ანალოგიური ოპერაციებით შევქმნათ დაანჩენი ორი ხაზი. ამაზე მარცხნივ მარჯვნივ მოქმედებებით ამდენობას მნიშვნელობა არა ჯერ მარცხნივ გაიტანთ თუ მარჯვნივ, ორ-ორი დაწყაბებით შევქმნით ასეთ ხაზებს. დავასრულებ მოქმედებას ენტერით. ეს ერთი ხაზი, ეს მეორე, ეს მესამე და ქვემოთ მეოთხე შუალედური ხაზები აღარ გვჭირდება დელეს დავაჭიროთ კლავიატურაზე წავშალოთ. ფაქტურად უკვე მზად არის ძირითადი ნაწილი მაგიდის გასაკეთებლად. შემოაწიოთ სივრცე Shift და გორგოლაჭით, ანუ გვიჭირავს Shift კლავიატურაზე, გვიჭირავს გორგოლაჭი, ანუ დაწოლილი გვაქვს მაუსზე და მაუსის მოძრაობით შემოაწიოთ სივრცე.
დავიწყოთ ფეხების შექმნა. სიმაღლე გავაკეთოთ 40 სანტიმეტრი. ესაც პირობითია, რა თქმა უნდა, როგორც თქვით. ამისათვის ჯგუფ სოლიდში გამოვიყენებ პრეს-ფულ ხელსაწყოს. მოიტანეთ ახლოთ ეს მართკუთხედი, დააწყაბეთ, ჩამოწიეთ ქვემოთ, ჩაწერეთ 400-ი, დააჭირეთ enter-ს და ასეთი მოქმედებებით ყველა ოთხკუთხედზე, რაც ფეხი უნდა იყოს, დაწყაბება, ქვემოთ ჩამოწევა და 400-ის ჩაწერით, შევქმნათ ეს მონაკვეთები. რაც შეეხება აი ამ სიმაღლეს, აი ამას, რაც პირობითად ავიღოთ, ეს თუ 50 იყო, ეს 40 ავიღოთ. დიდახ ხა არსებითი მნიშვნელობა ზომებს არ აქვს, ვიზების კონსტრუირება იც დავეჭის, გეცვენებათ, რა თქმა უნდა, რა ზომა გინდათ აქ რო იყოს. იქნება ეს ვიზუალური დიზაინი თუ რეალური გამძლეობა, მე ამ მაგიდის რა დანიშნულებას გააჩნია. იგი 40-ები ჩავწერეთ აქ. მარტივ რიცხვებს ვიყენებ, 400 გამოვიყენე 40 აქ, რომ მარტივად დასამახსოვრებელი იყოს მათთვის, ვინც რა თქმა უნდა დამწყებები ხარ. და შუაში დაფა გვჭირდება ამ ადგილას. დავაწყაბეთ აქ და ჩამოწიოთ და 20 მმ-იანი, ანუ 2 სანტიმეტრიანი დაფა გვექნება. დავაჭერთ Escape-ით და ფაქტურად მოვჭი. ჩავთავ ამ მენიუდან კონცეპტუალს და დავინახოთ ამ ეტაპზე რა გაგვაჩნია. ასეთი ორი ფეხი, ერთი ეს და მეორე ეს. დაგვჭირდება დაბლა. სიმაღლეს ახლა არსებით მნიშვნელობას არ გავამახვილებ ყურადღებას და ჩავთოთ კოპირების ხელსაწყო, ანუ უკვე მონიშნული მაქვს. ჩავთე კოპი. ეს ორივე მონიშნული იყო. გვერდზე დააწყაბეთ და ვერტიკალურად დაბლა ჩამოიტანეთ. ვიზუალურად სადაც გინდათ, იქ გააჩერეთ. ოღონდ აუცილებლად ვერტიკალურად გადაადგილეთ მაუსი. დააწყაბეთ. არა დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ რა თქმა უნდა ზუსტი ზომა შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია ჩამოგვეტანა დაგვესვა აქ, მე აგვეწია გასაზღველი ზომით, ეს უკვე სხვა საკითხებია და სხვა თემაა ამ შემთხვევაში და არა ის, რაც დღეს უნდა გავიხილო. ბადე გამოვთიშოთ ამ ღილაკით ვიზუალურად ხელსგუშლის არაფერში არ ჭირდება, ისე როგორც კოორდინატთა სისტემა ვიზუალურად ხელსგუშლის არ ჭირდება არაფერში, გამოვთოთ ხელსაწყო უცეს აიკონით. ეხლა თუ გადავხედავთ ამ დეტალს, ვიზუალურად აქ ხედავთ, რომ ესაც ჩამოწეულია დაბლა რაღაც განსაზღვრული მანძილი და ეს დაფაც რატომღაც დაბლაა ჩამოწეული, რახან დეტალი ესეთი გვაქვს, მოდი გავაკეთოთ. მოდი ამ პოზიციიდან განსაზღვრული მანძილი ჩამოვიტანოთ, მოდი ეს მანძილი იყოს. ნუ დავუშვათ 5 მმ, ნუ პირობითად ვთქვათ. ჩავთავ მონიშნის შემდეგ გადაადგილების ხელსაწყოს ნებისმიერ ადგილას ვაწყაბებ, დაბლა ჩამოვწიე და 5 ჩავწეროთ enter-ს დავაჭიროთ. მივიღოთ ეს ჩამოწერას. და ესაც ამის პირზე იყო, რა თქმა უნდა, შექმნილი, ეს მოდი ჩამოვწიოთ. რა თქმა უნდა, რიცხვები პირობითია, ჩავთე მოვი დავაწყაბე ჩამოწეკო, მაგალითად იყო 8 მმ. განჩენილი რეალური ზომები თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ ისე როგორც დაგჭირდება და დაგვრჩა ბოლო მონაკვეთია ეს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, აქ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ცილინდრი ჩავხაზოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი იქნება ამ ელემენტისათვის. თვალსაჩინოებისათვის აი ამ ორ დეტალს დავტოვებ, მოვნიშნეთ ორივე დეტალი, მარჯვენათი ნებისმიერ ადგილას დააწყაბეთ, იზოლაციაში გააკეთეთ isolate object. სხვა დანარჩენი დაიმალება. კონცეპტუალი აუცილებლად გადავერთეთ ამ მდგომარეობაში და მაგალითად ამის რადიუსი ავიღოთ 1 სანტიმეტრი, ანუ სიგანე ორიანი გამოგვივა, ესე რომ ვთქვა. ამის სიმაღლე ბოქსის როგორც გახსოვთ 40 მმ-ია. იმისაც რომ ცილინდრი ამ პოზიციაში დავხაზოთ, მოდი ახლა კოორდინატ სისტემას გამოვაჩინოთ, რომ თვალსაჩინო იყოს. Z-ის მაგივრად, ანუ რასაც ახლა ZX-ად ავიღოთ, უნდა იყოს XY. მიმართულებებს არ აქვს მნიშვნელობა X-ის ზემოთ იქნება თუ აქ იქნება, მოკლედ აი ამ Y-ის მაგივრად, Z-ის მაგივრად ახლა პირობითად ვთქვი, Y უნდა იყოს. ანუ ხედი უნდა ჩართო ფრონტალური, ამისათვის გადავდივართ home-ში და ჯგუფ კოორდინატებიდან აი მენიუს გავხსნით აქედან და ფრონტზე გადავთავ. და გადატრიალდება კოორდინატთა სისტემა ფრონტალურ ხედში, ანუ Z-ი ამ მიმართულებით ადგილა. ამ საგნის მონიშნა არაფერ შუაში არ იყო, ეხლა შემთხვევით გაურჯებული იყო, არ გეუბნებათ მონიშნული უნდა იყოს. გადავედით home-ში, ჩავთეთ ცილინდრი. აქვე გავამახვილებ ყურადღებას, რომ აი მუშაობის პროცესის დროს გვაქვს აი ესეთი ჩამრთელ-გამორთელი და თუ ხედავთ, რომ აი ესე ლურჯად სიმციმეთ, მაშინ ვერ შეასრულებთ ამ ოპერაციას და გამოჩნდეთ ეს ღილაკი გამოტანილი არ არის ხოლმე, მის სახელწოდება არის დინამიკ UCS. დამალულია ხოლმე როგორც წესი, ამიტომ გახსენით ეს მენიუ, ჩართეთ დინამიკ UCS-ი, გამოაჩინეთ უпростоრად და მე გამოთიშეთ თუ ჩართულია. შევეხი ამ სამკუთხედს, ავიწიე ზემოთ ვერტიკალურად ხედავთ ტრასირების ხაზს, ჩავწერე 20. ეს იქნება ცენტრი ამ ცილინდრისათვის, რასაც ახლა დავხაზავ, enter-ს დავაჭირე და დავიწყოთ ხაზვა. როგორც გითხარით, რადიუსი 1 სანტიმეტრი, ანუ 10 მმ enter-ს დავაჭირე და მისი სიგრძე იქნება ნებისმიერ აი წერტილთან მოვედი, აი სადაც ახლა ვიმყოფები, სადაც ანათებ. დავაწყაბე. ჩაიხაზა შესაბამისი ფიგურა.
დავასრულე, რა თქმა უნდა, ოპერაციები, დამალული ელემენტების გამოსაჩენად, თავისუფალ ადგილას მარჯვენათი ვაწყობებ, იზოლაცია და შესაბამისად end object isolation. მივიღეთ ეს მაგიდა. აი ესეთი მარტივი ოპერაციებით შეგვიძლია ესეთი მაგიდები დავამოდელოთ. Ну, ცვლილებები რა თქმა უნდა დავასაივოთ, ამის ფაქტურად დავასრულებ ამის ჩვენებას.